კახაკინწურაშვილმა, გივიკო ბარათაშვილმა, ნანკა კალატოზიშვილმა და ეკა დემეტრაძემ ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი დატოვეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თეატრი დატოვა დავით ბეშიტაიშვილმაც. მსახიობების პროტესტი ანდრო ჭიჭინაძის ბანერის ჩამოხსნას მოჰყვა. ოცნების პროპაგანდისტულ რუსთავი ორს შოუს გადაღებებში ჭიჭინაძის ბანერმა წარწერით თავისუფლება სისტემის პატიმრებს ხელი შეუშალა, რის გამოც ფასადიდან ის გუშინ საბოლოოდ ჩამოხსნეს. მემდევნიან შეკერილი საქმით მაბრალებენ იმას, რაც არ ჩამიდენია. ფარცხალაძე თავს რუსულ მედიასთან იმართლებს. მისთვის აყენებულ ბრალდებებს ოცნების ყოფილი გენერალური პროკურორი ამჟამად რომანოვის გვარით იმით ხსნის, რომ ისტორიული სამშობლოსგან მისი ჩამოშორება უნდათ. ამერიკის მიერ FSB-ს გავლენის აგენტად აღიარებული და დასანქცირებული ფარცხალაძე ქართველ და რუს ხალხს შორის ძმობი ურთიერთობების განმტკიცებას უპირდება. საქართველოში თხილამურებით სრიალისას უბედურის შემთხვევის შედეგად იტალიელი დიზაინერისა და მეწარმის ლუკა ბალარინის შვილი დაიღუპა. 20 წლის შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავად დიზაინერმა გაავრცელა. კონკრეტულად სად მოხდა უბედურის შემთხვევა უცნობია. უკრაინის საჰაერო იერიშები ოკუპანტზე ღამით აფეთქებები იყო ოკუპირებულ დონეცკში, სამარისა და ბელგოროდის ოლქებში. სამიზნეები რუსეთის ომის მანქანის მთავარი რესურსი, ნავთობისა და გაზის ქარხნები, ასევე ისკანდერების მწარმოებელი ქარხანა უდმურტეთის რესპუბლიკაში. დაიბომბა ქალაქი კრასნოდარიც, რასაც ქალაქის აეროპორტის დახურვა მოჰყვა.